მოგესალმებით, მე ვარ ხუჯაფარიძე, რეიკის სისტემის ოსტატი და მასწავლებელი და ამ ლაივში ვაგრძელებთ საუბარს ჩვენი ენერგოცენტრების ჩაკრების შესახებ, კერძოდ ვიხილავთ მეშვიდე ჩაკრას, სახასრარა ჩაკრას ეგრეთ წოდებულს. მანამდე ჩვენ საუბრობდით ქვედა ჩაკრებზე, მაგალითად პირველი ჩაკრა, რომლის ფუნქციაც არის გადარჩენა და უსაფრთხოება. მეორე ჩაკრაზე ვისაუბრეთ, რომლის ფუნქციაც არის ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება და სიმსუბუქე. მესამე ჩაკრა, რომელიც განაპირობებს ლიდერულ თვისებებს, ნებისყოფას, მიზანდასახულობას. მეოთხე ჩაკრა, რომელიც განაპირობებს იმას, თუ რამდენად გვაქვს სიყვარულის გაცემის და მიღების უნარი. მეხუთე ჩაკრას, რომელიც განსაზღვრავს კომუნიკაციებს და იმას, ვთქვათ, ვიპოვით ცხოვრებაში ჩვენს საქმეს, ჩვენს ადგილს თუ ვერა. მეექვსე ჩაკრას, რომელიცაც შუბშია განლაგებული, წინა ლაივი იყო ზუსტად ამაზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ინტუიციას, აზროვნებას და აი მოვიდა მომენტი, როდესაც საუბრობთ მეშვიდე ჩაკრაზე. და მინდა ვთქვა, რომ მეშვიდე ჩაკრის, რომელიც განლაგებულია თავზე, ზემოდან, ცოტა ზემოთაც კი შეიძლება ასე ვთქვათ, მისი ძირითადი ფუნქცია ერთ სიტყვაში თუ გამოვხატეთ, ხო, ეს არის თავისუფლება. იმიტომ რომ როდესაც მეშვიდე ჩაკრა, სახასრარა ჩაკრა მუშაობს ნორმალურად, ან თავისუფლად ატარებს ენერგიას, მასში არ არის, ასე ვთქვათ, რაღაცა კონსტრუქტები და ინტროექტები, რომლებიც ქმნიან ენერგიის ნაკადის დამახინჯებას, რომელიც ზეგავლენას ახდენენ ჩვენს მიერ ინფორმაციის ინტერპრეტაციაზე, მაშინ ჩვენ გვაქვს უნარი, რომ შევინარჩუნოთ ნების თავისუფლება. წიგნებში და მასალებში თუ ნახავთ, მეშვიდე ჩაკრაზე ხშირად ამბობენ, რომ მისი ფუნქცია ეს არის, ასე ვთქვათ, უზენაესთან კავშირი. კი ბატონო, და უზენაესთან კავშირი გულისხმობს ზუსტად თავისუფლების ძალიან მაღალ ხარისხს ჩვენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ როდესაც სახასრარა ჩაკრა კარგად მუშაობს, ჩვენ გვაქვს 4 ტიპის თავისუფლება. პირველი თავისუფლება ჩვენი წარსულისგან. ჩვენი წარსული ვეღარ განაპირობებს იმას, თუ ვინ ვართ. ჩვენი აზროვნება, ჩვენი რეაქციები, ჩვენი ქცევა, მოვლენათა ინტერპრეტაციები ავტომატურად აღარ იმართება ჩვენი წარსული გამოცდილებით და ასე ვთქვათ, ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ აქტუალური სიტუაციის ადეკვატურად აღქმის უნარს. მეორე ტიპის თავისუფლება, რომელსაც ვიძენთ, ეს არის თავისუფლება, ასე ვთქვათ, ამ სამყაროს ფუნქციონირების წარმმართველი სხვადასხვა ფაქტორებისგან. იქნება ეს გეოგრაფიული ფაქტორები, იქნება ეს ფიზიკური ფაქტორები, იქნება ეს დროითი ფაქტორები, იქნება ეს ასტროლოგიური ფაქტორები და ასე შემდეგ. ანუ, როდესაც ჩვენი მეშვიდე ჩაკრა მუშაობს კარგად, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ გაგებით მართოთ საკუთარი ბედი ჩვენ თვითონ. ასე ვთქვათ, ვწეროთ და გადავწეროთ ჩვენი ბედის სცენარების პროგრამები, რომლებიც, ვიცნობ მაგალითად სხვა წყაროებში არის ნაჩვენები, რომ შეუცვლადია, მაგრამ პრაქტიკა გვაჩვენებს აბსოლუტურად საპირისპიროს. იმ შემთხვევაში, თუ ენერგიასთან და ინფორმაციასთან მუშაობთ სწორად, ამ დროს შეგვიძლია ჩვენი ბედის სცენარი წარმართოთ, ასე ვთქვათ, ჩვენ თვითონ. კიდევ ერთი ტიპის თავისუფლება, რომელსაც გვძენს ჩვენი მეშვიდე ჩაკრის ნორმალური მუშაობა, ეს არის თავისუფლება ჩვენი ფსიქიკის კანონზომიერებებისაგან, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს. ამიტომ ჩვენი ფსიქიკის კანონები არის, ასე ვთქვათ, საზღვრული, ვერ ხდება მათი გაფართოება, ასე ვთქვათ, უსაზღვროდ, მაგრამ ჩვენი სახასრარა ჩაკრის ნორმალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, ასევე როგორც გვაჩვენებს პრაქტიკა, ჩვენ ვიწყებთ ისეთი რაღაცეების კეთებას, გვიჩნდება ისეთი უნარები, გვეძლევა შესაძლებლობა
შევასრულოთ ესე ვთქვათ ისეთი პროექტები და მივახციოთ ისეთ მიზნებს, რომლებიც ნუ წესით ითვლებოდა ჩვენი ხასიათის, გამოცდილების, უნარების მქონე ადამიანისთვის შეუძლებოდ. და კიდევ ერთი ტიპის თავისუფლება, რომელსაც ქვია ღმერთისგან თავისუფლება. Რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ხო? უზენაესმა ჩვენ მოგვანიჭა არჩევანის თავისუფლება. ხო და ღმერთისგან თავისუფლება ნიშნავს, რომ დაუკითხავად ჩვენი თხოვნის გარეშე ის არ ერევა ჩვენს ცხოვრებაში. აი ასე და ამგვარად. იმისთვის რომ კარგად გავიგოთ, ასე ვთქვათ, მეშვიდე ჩაკრის ფუნქციონირების თავისებურებები, უნდა ვთქვათ, რომ ის მართავს ფიზიკურად, როგორც ვთქვით, აი ამ ადგილს, ან როდესაც მუშაობთ მეშვიდე ჩაკრის გამოჯანსაღებაზე, ხელებს ვიდებთ აი ესე. გარდა ამისა, მეშვიდე ჩაკრა ასევე განსაზღვრავს ხელების ჩაკრების მუშაობას და ფეხების ჩაკრების მუშაობას. ანუ ამ შემთხვევაში გადაადგილების თავისუფლება, ფეხები და მოქმედების თავისუფლება, ხელები. იმიტომ რომ როდესაც მაგალითად ვცდილობთ განვახორციელოთ რაღაცა პოზიტიური ტრანსფორმაციები ჩვენს ცხოვრებაში, უნდა დავწმუნდეთ, რომ ზუსტად ჩვენი მეშვიდე ჩაკრა მუშაობს კარგად, რო ის არის წესრიგში, იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ფეხით მივიდეთ, აღმოჩნდეთ იმ ხელსაყრელ სიტუაციაში, სადაც ესა თუ ის მიზანი, პროექტი, შესაძლებლობა არის რეალიზებადი, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ ის რეალიზება მოხდება, ჩვენ მივალთ ამ სიტუაციაში. ხოლო ხელების ჩაკრები, ასე ვთქვათ, ხო, განსაზღვრავს, შევძლებთ თუ არა ამ შესაძლებლობის რეალიზებას. მარტივად რო ვთქვათ, ფეხით მიხვალ ხეხილის ბაღში, სადაც ეგერ დგას ხე, და ზედ არის მაგალითად მსხალი. მაგრამ შენ თუ უნდა გაიშვირო ხელი და უნდა მოწყვიტო. ასე ვთქვათ, მსხალი ტოტიდან, თუ გინდა რომ აიღო მოსავალი. აი ეს არის და ეს მეშვიდე ჩაკრის მუშაობასთან დაკავშირებით, პრინციპში მასზე მუშაობა ხდება ისევე, როგორც ყველა სხვა ჩაკრაზე. ცოტა ხანში ჩავწერ აუცილებლად ცალკე ვიდეოს, რომელიც აღწერს, როგორ გავაკეთოთ რეიკის სეანსი, ასე ვთქვათ, ჩაკრებზე დაყრდნობით, როგორ გამოვაჯანსაღოთ ჩვენი ჩაკრები და შესაბამისად ჩვენი ცხოვრების სოციალური მომენტებიც და ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობაც. ასევე შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, აგერ უკვე რამდენიმე დღეში, ვატარებ რეიკის პირველი საფეხურის ტრენინგს და იმისთვის, რომ მასზე ჩაეწეროთ, ამ page-ზე უსუი რეიკის ონლაინ სკოლა, მომწერეთ პირადში და აუცილებლად დაგარეგისტრირებთ და ასე ვთქვათ, შეგასწავლით ყველა იმ ცოდნას და უნარს, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ გახდეთ რეიკის პრაქტიკოსი. თუ გვაქვს რაიმე შეკითხვები, გისმენთ, თუ შეკითხვები არ გვაქვს, თუ შეიძლება კომენტარებში დამიწერეთ 1-დან 10-მდე, რამდენად სასარგებლო იყო ეს ინფორმაცია თქვენთვის. იმისთვის, რომ შემდეგი ლაივებიც, ასე ვთქვათ, იყოს აქტუალური და საინტერესო. კარგით, მაშინ მოითაკ დავემშვიდობოთ ერთმანეთს. თუ გაგიჩნდათ გზა და გზა რაღაცა შეკითხვები, შემდეგ, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში და აუცილებლად გაგცემთ პასუხს. აბა, შეგახსენებთ, რომ რეიკის პირველი საფეხური იწყება 15 ნოემბერს, ვისაც გსურთ მონაწილეობა, მომწერეთ ჩემი page-ის პირადში და ასე ვთქვათ, გახდებით რეიკის პირველი საფეხურის პრაქტიკოსი. აბა, მომავალ შეხვედრამდე.